დავიწყეთ. სამზარეულოში მნიშვნელოვანია სწორად წარმართული პროცესი. ვიწყებთ პირველ რიგში დაწვით და ეს არის მთავარი კერძის მომზადების დრო. მეტრ-ნახევრიდან თუ მოათავსებთ, ამაზე არის ძალიან ბევრი მithქმა მოთქმა. კარაკო გაიცანი, ეს არის ბრინჯი. მე გეტყვი ერთ მნიშვნელოვან ხრიგს, ფანტასტიურად დუხს. ის არომატი, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდება. ეს ვისაც შეხვდება, ნაბახუსები თქვენთვის ყოველთვის იქნება ასოცირებული ამ წვნიანთან რა. საიდან მოვიდა ეს წვნიანი, არ ვიცი, ვინ არის ნათლია, დედა, მამა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან პოპულარული წვნიანია. ხშირად შეხვდებით სხვადასხვა რესტორანში და მკურნალსაც კი ეძახიან, ანუ ნაბახუსების მკურნალი სუპ ხარჩო უნდა მოვამზადოთ დღეს. ერთი შეხედვით მარტივია, სახელწოდებიდანაც გამომდინარე, მაგრამ რთულად შესასრულებელია თუ არ დავიცავით ის ტექნიკა, რაც მნიშვნელოვანია წვნიანის მომზადების დროს. სამზარეულოში მნიშვნელოვანია სწორად წარმართული პროცესი. ესე იგი, პირველ რიგში დაგჭირდება ყველასათვის ნაცნობი, ყველას სახლში, არ მეგულება ოჯახი, სადაც ეს არ არის, ეს არის მარილი. შემდეგ დაგჭირდება უცხო სუნელი, დაგჭირდება ქინძი, შავი წიწაკა შეიძლება დაგჭირდება და პაპრიკა. ეს არის სანელებლები. ტომატ პასტა, რომელიც ძალიან უხდება და უმნიშვნელოვანესია. აჯიკა, მშრალით შეგიძლიათ, მე სოველი ანუ სველი აჯიკა ავიღე. ბრინჯი, წინასწარ გარეცხილი კარგად და მნიშვნელოვანი კიდე ერთი პროდუქტი, ეს არის კანგაცლილი პომიდორი, იგივე იტალიელებისთვის ძალიან ცნობილი კონკოსე პომიდორი. ოხრახუში ქინძი, ხახვი, ნიორი. ხახვი შეგიძლია ბევრი დაუმატოთ, შეგიძლიათ ცოტა დაუმატოთ. ამ შემთხვევაში მე ერთ თლიან ხახვს დაახლოებით 170 გრამ ხახვს გამოვიყენებ. ვიწყებთ პირველ რიგში დაწვით, არ მოგესმათ, დაწვა არის მნიშვნელოვანი რამ, უნდა დავწვათ ძვალი. ცხიმთან ერთად აი ესეთი მკერდის ნაწილი გრუძინკას ეძახიან, ანუ მკერდის ნაწილი ცნობილი საზოგადოების თვის როგორც გრუძინკა, მაგრამ არ გამოვიყენოთ მაინც და გამოვიყენოთ როგორც მკერდის ნაწილი. დაწვა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაწვის დროს და დისტანციაც მნიშვნელოვანი. შეგიძლიათ აი დაახლოებით მეტრ-ნახევრიდან თუ მოათავსებთ ქვაბში ძვალს და ეხა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ხახვი ნახევარი უნდა მოვათავსოთ ძვლებთან ერთად. წვავთ კარგად, შეხედავთ კიდევაც, რომ უკვე მოიბრაცა ძვალი და ძვალი ამ დროს გამოყოფს იმ მნიშვნელოვან არომატს, რომელიც შემდეგ უკვე შემდგომში ჩვენი წვნიანის ყველაზე მთავარი გემო გახდება, რა თქმა უნდა, სუნელებთან, მარილთან, წვანილთან ერთად. ამას დავახურავთ, დავწვავთ კარგად და ეხლა ვიწყებთ უკვე ხორცის დამუშავებას. ხორცს შემდგომში უმატებთ უკვე, როდესაც ბულიონი გვექნება და ზომები თქვენ თვითონ შეგიძლიათ არჩიოთ. ჩემ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აი კოვზზე რო ეტევა, ისეთი ნაჭერი არის ხოლმე ჩემთვის მისაღები და რაც ყველაზე მთავარია, მარტივადაც იხარშება. ჭრით აი ესე კერდის ნაწილს ხორცთან მიმართებაში ეცადეთ რომ არჩიოთ სწორად განაწილებული ცხიმით. აი ეს შემთხვევა არის ყველაზე კარგი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სწორედ განაწილებული ცხიმი და ხორცია და ეს არის მთავარი კერძის მომზადების დროს. ხშირ შემთხვევაში მგონია ხოლმე რა ხორცი ვიყიდე, მოვიტან და რაღაცას გავაკეთებ. აი დახლზევე უნდა მიხვდეთ იმ ხორციდან, რასაც არჩევთ, რას შეძლებთ რომ მოამზადოთ. თვალში მომხდო ეხა კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც კეთების დროს მე პირადად ძალიან მსიამოვნებს, IPA. ანუ IPA. აუ, შავი ლომის
ხმა ფანტასტიკური აქვს. სხვათა შორის პირველად ვსინჯავ და უნდა ცოდვა გამხელილის ჯობს, უნდა გავსინჯო პირველად და მაინტერესებს გემზე. ძალიან კაია. ყოველთვის უნდა აკონტროლოთ ხმა, რომელიც ქვაბიდან მომდინარეობს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც დაიხვეწებით კეთებაში, სუნითა და ხმით მივხვდებით მომზადების პროცესს. გავარძელოთ ხორცის ჭრა. ხორცს მხოლოდ და მხოლოდ ვამატებთ იმ დროს, როდესაც უკვე ჩვენ ვიცით, რომ ძვალმა ის არომატი გასცა უკვე, რაც მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის ვეცადოთ ხორცი დავამატოთ ისე, რომ ძალიან მარტივად მოხდეს მისი დაბეჭვა. დავიწყეთ. ეცადეთ, რომ ცოტა გაშლილი ქვაბი იყოს, იმისთვის, რომ ორ ნაწილად გაყოთ ის ძულოვანი სტრუქტურა ხორცის და უკვე რბილობი. რას ვაკეთებთ? და დაბეჭდა ეს, აი ამას ქვია ზუსტად, რომ არ უნდა გადავტვირთოთ ქვაბი ხორცით. იმიტომ როგორც კი გადავტვირთოთ, ავტომატურად ხორცი დაიწყებს სითხის გაცემას და არა დაბეჭდას. ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორცი რაც შეიძლება სწრაფად დაუბეჭდეთ. აი ხა ეს პროცესი მიდის ზუსტად დაბეჭდის და ამითი მნიშვნელოვან პროცესს გავდივართ, უმნიშვნელოვანესად მე ასეც ვიტყოდი, იმიტომ რომ გემო ამითი კონცენტრირდება. ანუ ერთი ნაწილი დავამატეთ, ეხლა დრო დადგა რომ მეორე ნაწილი დავამატეთ. ეხლა დავახუროთ ცოტა ხანი და ვიწყებთ შემდეგ პროცედურას. ხორცი იბრაწება, ძვალი დაბრაწულია, ხორციც ეხლა იბეჭდება და მას გარსი აქვს ცხიმისგან და წვენისგან შემდგარი. და ეხლა ყველაზე კარგად მიიღებს იმ დანამატებს, რაც სუნელის სახით უნდა დავუმატოთ. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, აქვე დავუმატოთ ხმელი ქინძი, შავი წიწაკა, პაპრიკა და მარილი. მარილი ბევრი არ გვინდა, იმიტომ რომ მე შემდეგ კიდე უნდა დავუმატოთ და არ გვინდა, იმიტომ რომ მარილი, როგორც მოგეხსენებათ, გამოდევნის სითხეს ხორციდან. ერთი კარგად ამოღურიოთ და გავათბოთ თან ჩვენი სუნელიც, იმიტომ რომ დაამატებითი კიდე არომატები შეიძინოს ხორცმა. დრო დადგა აჯიკა. როგორც აღნიშნე, შრალით შეგიძლიათ, აი ხა ამ შემთხვევაში მე ახლად გამოტარებული აჯიკა მაქვს და შეგვიძლია დავუმატოთ თავისუფლად. აქ არის წითელი ბულგარული წიწაკა, რომელიც სუნელის სახით დავუმატეთ შრალი. აი ხა კიდე ცოტა ცხარე წიწაკა და წითელი ბულგარულიც დავუმატოთ. ეს ყოველთვის შეგიძლიათ დავუმატოთ. ჯერ ცოტა დავუმატეთ, ნახეთ რომ ძალიან არ გადაცხარდეს კერძი და მე თავისუფლად შეგიძლიათ კიდე დავუმატოთ. მთავარი არის რომ აი ეს პროცესი ესე სწორად მივიღოთ. ამას ვაჩერებთ ცოტა ხანი და დრო დადგა რომ ხახვიც დავუმატოთ. ხახვი როგორც მოგეხსენებათ, ნახევარი უკვე დამატებული მაქვს ძვლის დაწვის დროს და ეხლა დაგვრჩა რომ ცოტა უკვე დავუმატოთ უკვე თხლად, წვრილად დაჭრილი ხახვი. აი ამ ხახვის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ალბათ ეხლა ვინც უყურებთ, იტყვით რომ ამ ხელა ხახვიო რა უბედურება. ეს ხახვი სულ ცოტა ხანში იქნება უკვე კრემისებური მასა. აი ესე ჩანგლით ან შეგიძლიათ
ყოვზით ან ვითითაც ურევთ, უბრალოდ ეს ხახვი დაშალოთ პატარ-პატარა ფარფლებად, ასე ვთქვათ. და შემდეგ უკვე ის соуსთან ერთად თავისთვის წყნარად და მშვიდად იქნება. ეხლა ამაში ჩვენ ცოტა ტომატ პასტაც უნდა დავუმატოთ. ცოტა უღონს. აი ეს მოუხალოთ, რომ ფერი გქონდეს. და დანარჩენი ტომატ პასტა უკვე ხორცის მომზადების დროს უნდა დავუმატოთ, იმიტომ რომ ბევრი რაოდენობით მჟავა რო დავუმატოთ, ავტომატურად ხორცსაც გაუჭირდება მომზადება და უფრო დიდხანს მოგიწევთ მომზადება ამ კერძზე. აი უკვე ბულიონიც შეგვიძლია დავამატოთ. ეხლა ეს ცოტა ჩაიხარშოს, მერე კიდე ერთხელ დავუმატოთ ცოტა ბულიონი. შეგიძლიათ ძვალი ამოიღოთ შემდეგ და ისე გააგრძელოთ პროცესი. მე მაგალითად მიყვარს, როდესაც დამწვარი ძვალი კიდე ბულიონში რჩება და დამატებით კიდე არომატს აძლევს ბულიონს და მე უკვე ჭამის დროს თუ ასეთ პირობებში ამზადებთ კერძს, თავისუფლად შეგიძლიათ დატოვოთ. თუ მაღალი კულინარიით ხართ დაკავებული და რესტორანში გინდათ ეს ყველაფერი წარადგინოთ, მაშინ რა თქმა უნდა მხოლოდ რბილობი უნდა დატოვოთ, რომ კომფორტული იყოს საჭმელად. ეხლა ცოტა ხანი დავახუროთ. დრო მივცეთ 1-15-20 წუთი, რომ დამშვიდეს, დაწყნარდეს, გაიცნონ ერთმანეთი. იქნებ ყველაფერი კარგაცად დასრულდეს. პროცესმა წინ წაიწია და უნდა ჩავხედოთ ეხლა ჩვენი წვნიანი რა შვება. რა შვება და ფანტასტიურად დუხს. აი ეს შედეგი მხოლოდ შეგვიძლია მივიღოთ გრილზე, ანუ ღია ცეცხლზე, ან კიდე გას ქურაზე ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, როდესაც მხოლოდ შუაში დუხს და გარშემო აი ეს ჩვენი ბულიონის ცხიმი კედლებზეა მოდებული. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? მნიშვნელოვანია, რომ კედლებზე მიმოფანტული ცხიმი მხოლოდ ამითი არ დავჯერდეთ და შიგნითაც, ანუ დუღილის ბუშტუკებშიც მოვათავსოთ ცხიმი და ამაში დაგვეხმარება დანიური წარმოშობის უგემრიელესი ნედლი რძისგან დამზადებული კარაქი ლურპაკი. აი ნახეთ, რას საუბრობდი და რას ვამბობდი. აი შუაში ესე მოვათავსოთ, რომ კარგად ჩადნეს და რას ვიწყებთ შემდეგს. ვახსენეთ კონსერვირებული პომიდორი, რომელიც აუცილებელია. პირველ რიგში დავიწყოთ თლიანი ნაჭრებით. და შემდეგ მოვათავსოთ წვენიც. ერთი კარგად ამოურიოთ და იცი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეს პომიდორი შეიძლება საერთოდ არც ჩაიშალოს და ის იღბლიანი, რამდენი ჩავაგდეთ, 4 წელი ჩავაგდეთ. ესე იგი ამ წვნიანის ჭამის დროს იქნება 4 იღბლიანი ადამიანი, რომელსაც შეხვდება პომიდორი კანგაცლილი. და დრო დადგა, მოვათავსოთ ბრინჯი. ამაზე არის ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა. ბრინჯი უნდა დავუმატოთ ხარშვის დროს, ცალკე უნდა მივიტანოთ სუფრასთან, თუ როგორ ხდება ეს ამბავი. მე გეტყვი ერთ მნიშვნელოვან ხრიგს. შეგიძლიათ მოხარშოთ წინასწარ, რა თქმა უნდა, და მერე დავუმატოთ უკვე წვნიანში, მაგრამ მე მიყვარს, როდესაც მეორე დღეს ამ წვნიანს გააცხელებ. იმ შემთხვევაში თუ ჩემსავით გიყვარს, მაშინ ბრინჯი არ გამოგადგება, იმიტომ რომ ძალიან შესქელდება და რთული იქნება მისი გაცხელება. მაგრამ თუ ჩემსავით არ გიყვარს, მაშინ შეგიძლია დავუმატო ბრინჯი. ანუ ბრინჯი მთავარია რა, რომ დაამატო რა. ბრინჯი წინასწარ უნდა იყოს გარეცხელი მინიმუმ 2 ჯერ. ნახე, აი ეს კარაქი ხო დავამატეთ. ლურპაკის კარაქი ხო დავამატეთ. ამ ბრინჯთან ერთად წავეთამაშოთ ცოტა. ესეც გავაცნოთ. კარაქო გაიცანი, ეს არის
ბრინჯი. აბა კარგად იყავით, დროებით, სულ ცოტა ხანში ჩამოგხედავთ. დაახლოებით 20 წუთი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კარგი ნახარშის მქონე ბულიონი მივირთვათ თქვენს წინაშე. წვანილი მოვათავსოთ ჩვენს წვნიანში. იმიტომ რომ წვანილი დამატებით კიდე საინტერესო არომატს მიცემს. ის არომატი, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდებათ. აი, როგორც არავის პირველი შეყვარებული არ ავიწყდება, ისე არ დაგავიწყდებათ ამ სუბხარჩოში წვანილის გემო. როგორ ავიღო? რა კაი იყო ავთო რო იყო მეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ ეხლა მარტო ერაფერს ვერ ვაკეთებ. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი. აი ამაზე გეუბნებოდი, ეს როისაც შეხვდება, რა დიდებული იქნება. აი ესეც რო შეხვდება, ამას დაღრნა უყვარს რა. აი თებში მიდებული გაქვს, აი ესე მიგდებული გაქვს, არაფერს ყურადღებას არ აქცევ, თავისთვის არის და ბოლოს აი ესე ხრტილს რო ამაიღებ და ესე წკუპ, წკაპ. ეგარი. წკაპ-წკუპზე გამახსენდა, ჩემს ყველაზე გემრიელად ეს ბოთლი იხსნება. ნახე, ისე უხსნი, პარკიანად უხსნი. აი. Starbucks. ცივ საღამოს, ცივი ყავარი ყველაზე კარგი. Frappuccino. ვანილი კაია. ნახე, როგორი ბლანტია. თავისი ბრინჯით, თავისი ჩიჩით. ცხარე ნახარში მოდის პირველი და მე აი სურპრიზი პომიდორი რო გითხარით, აი ეგ არის ცხონება რა. აი ჩემი აზრით ამას ერთხელ თუ მოამზადებთ, ნაბახუსები თქვენთვის ყოველთვის იქნება ასოცირებული ამ წვნიანთან რა. ამ ნაბახუსებზე კიდე წვნიანთან ერთად რა თქმა უნდა რა მოუხდება და შავი ლომი მოუხდება. სანამ მე დავასხავ, რა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ღილაკი, ზარის ღილაკი და მე ჯერო დავდებთ ხოლმე ვიდეოს, თქვენთან მოვა მესიჯი რომ მოვიდაო. დაიდო, ახალი რეცეპტიო, ახალი გემო, ახალი სპონსორიც გამოჩნდაო.